იურიდიული ენით ვერ ვილაპარაკებ, ალბათ უფრო გასაგებია იყოს პრობლემური ადამიანებისთვის, ვისაც არ არის მიცემული ადამიანებისთვის, რო თქვა. ჩემი აზრით არ უნდა დავუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვის დოკუმენტები, რაც წარადგინა ბრალდების მხარე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თორნიკე ახსენა, არც მე და არც ერთი ადამიანი ასაკ ხედავთ, არც არის ნახსენები ამ გამოკითხვაში და აქედან გამომდინარე, როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცა შეუძლია რომ დაგუბრალოს აქციის მონაწილეების ცემა პირობითად. რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოქმნილი.